დატო, კანადაში ფული იშოვება? კანადაში ფული? არა, კანადაში ფული არ იშოვება. კანადაში ფული იშოვება თუ ჩამოხვალ მარტო. იქირავებ ოთახს, იქნები დიდ ქალაქში, როგორც ტორონტო, ვანკუვერი ან მონრეალი, გინდ კალგარი. ქირას იაფს გადაიხდი. შემოსავალი პრინციპში კი გეყოფა ნებისმიერი სამსახური, რაც არ უნდა დაიწყო, ეხა ისე არ დარჩები, რომ ქირა და კომუნალურები ვერ გადაიხადო და რაღაც ფულს დააგროვებ. თუ ოჯახთან ერთად ჩამოხვალ ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად, ძალიან გაგიჭირდება. ჩემი აზრით, კანადა არ არის ის ქვეყანა, რომ აქ რაღაცა დიდი შესაძლებლობები იყოს და დიდი ფული იშოვო. ამერიკისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ყავს მეგობრები ამერიკაში, ისინი მართლა ფულს შოულობენ. კანადა, არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ ნამეტანი სოციალისტური და კომუნისტური წყობაა რა. ყველა მუშაობს, მაგრამ რეალურად ფული არავის არ აქვს, ყველა ვალებშია. კი, სამსახურები არის, მე დაახლოებით, საშუალოდ $5,000-მდე მე გამომდის შემოსავალი, ანუ ჩემს სამსახურში და part-time-ზე Uber-ზე ცოტა მეტიც, ჩემი მეუღლეც მუშაობს, მაგრამ safe account-ზე მაყუთი მაინც არ გვაქვს რა. ანუ ვერ აგროვებ, აქ უბრალოდ თავი გაგაქვს. გააჩინე ახლა სამსახურს, მაგრამ საშუალო ანაზღაურება აქ ერთ ადამიანზე დაახლოებით $3,000 და cost of living თვითონ კანადაში ძალიან მაღალია. ძალიან ძვირი ქვეყანაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოჯახით ჩამოსვლა ძალიან რთულია. თუ მარტო ხარ და იმუშავებ როგორც რობოტი, ფულს გადადებ. ოჯახთან ერთად ფულს ვერ გადადებ. ეს არის ჩემი მოსაზრება კანადაზე. მთელ კანადაზე არა, მაგრამ ძირითადად პროვინციებზე რა. ახლა თუ წახვედი ზემოთ ნანაუჩი საცხოვრებლად, სადაც მინიმალური ანაზღაურება $20-ია საათში, იქ შეიძლება რაღაცა იშოვო, მაგრამ 9 თვე თუ 10 თვე იქ ზამთარია და აზრი არ აქვს ეგეთ ცხოვრებას რა. ეს არის მოკლედ კომენტარი ჩემი კანადაზე და შემოაკაური შემოსავალზე.